მოგესალმებით მეგობრებო, კვლავ აგრძელებ Led Zeppelin-ზე საუბარს. საუბარია ისე 1969 წელზე, როდესაც უცვლელი მენეჯერი Led Zeppelin-ისა, როგორც იყო პიტერ გრანტი, შტატების ტურნეს აგრძელებს Led Zeppelin-თან ერთად. Fillmore-ში, რომელიც იყო ძალიან ცნობილი, ნიუ-იორკის უბრალოდ ძალიან ცნობილი საკონცერტო დარბაზი, ჯიმი პეიჯი გამომდინარე იქიდან რომ გადაწყვიტავს რომ დაიპყროს მაყურებელთა გულიც, გამოჩნდება თავის ხავერდოვან შარვალში, რომელზეც გამოსახულია მაგალითად კელტური დრაკონები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნო, თავის ასევე ხავერდის კოსტუმში, მოდი ესე ვთქვათ. და პუბლიკის წინაშე ის წარდგება სრულიად განსხვავებულ ამპლუაში და შეასრულებს სხვათა შორის Howlin' Wolf-ის ძალიან ცნობილ კომპოზიციას, რომელსაც მანამდე უпроსტად ასრულებდა ჰენდრიქსი, საუბარია Killing Floor-ზე, რომელიც მოგვიანებით მეორე ალბომში გახდება ცნობილი როგორც Lemon Song.